ქართული ოცნების დასავლეთისგან იზოლაციის აშკარა მაგალითების ფონზე ივანიშვილის გუნდი სასოწარკვეთით ცდილობს წარმოაჩინოს, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას ალაგებს. დღეს ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი სამხრეთ კავკასიის ტურნეს იწყებს, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლა გეგმაშიც კი არ არის. ის მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწევა, ამ ორი ქვეყნის სამშვიდობო შეთანხმება და მისი შესაძლებლობები იყო, როგორც ირკვევა მთავარი საკითხი ვაშინგტონშიც, სადაც ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს მაღალჩინოსან შეხვდა. რამდენიმე დღეში კი საქართველოს შესახებ მწვავე კრიტიკული განცხადება გაკეთდება ჰელსინკის კომისიაში, სადაც ოცნების მიერ უფლებების დარღვევასა და განსხვავებული აზრის ჩახშობაზე ელაპარაკებენ. ამ ფონზე კი ოცნების მიერ პრეზიდენტად დასმული მიხეილ ყავალაშვილი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ოლიმპიური კომიტეტის საზეიმო ვახშამზე ვენსთან კომუნიკაციისას ურთიერთობის განახლების გზავნილი მიიღო. ნინი ბალანჩივაძე შემოგვიერთდება თემაზე სასაუბროთ, ის გაგვაცნობს პოლიტიკურ შეფასებებსაც. დიახ, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯეიდი ვენსის ვიზიტის სომხეთსა და აზერბაიჯანში და ის, რომ ამ ვიზიტში საერთოდ გათვალისწინებული არ არის საქართველოს საგანგაშო არის ხელისუფლების ოპონენტებისთვის. ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ სამხრეთ კავკასიაში წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა იყო წამყვანი, თუმცა ახლა ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში მივიღეთ მოცემულობა, როდესაც საერთაშორისო დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრა ქვეყანა და ეს სწორედ ქართული ოცნების ნაბიჯებიდან გამომდინარე, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის პირობებში გაუქმდა საერთოდ სტრატეგიული ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სწორედ იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში მათი მხრიდან და ის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ტურნე იმართება და ტურნეს ფარგლებში, სწორედ სომხეთში და აზერბაიჯანში ჩადის ჯეიდი ვენსი და გათვალისწინებული არ არის საქართველოს ამ ვიზიტისას. ამასთან ერთად ჩვენ ვისმენთ განცხადებებს ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ოცნების პრეზიდენტმა სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში გააკეთა განცხადება, რომ საზეიმო ვახშამზე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საზეიმო ვახშამზე მას ჰქონდა საშუალება, რომ მისალმებოდა ხელი ჩამოერთვა როგორც ჯეიდი ვენსისთვის, ასევე სახელმწიფო მდივანთან ჰქონდა ამის საშუალება მარკო რუბიოსთან და ამ ფოტოებს ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებდნენ Facebook გვერდზე ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები და მიხეილ ყავალაშვილი ირწმუნება იმას, რომ ამერიკული მხარისგან მიიღო იმის პირობა, რომ ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყება და მათ შორის თუ მის სიტყვებს დავეყრდნობით და დავუჯერებთ, მას ესაუბრა მარკო რუბიო, რომელმაც თქვა, რომ საკმაოდ ნეგატივები დახვდა წინა ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით და ისინი მზად არიან, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს საქართველოს ამერიკას შორის, თუმცა ეს არის მხოლოდ ის განცხადება, ჩვენ რაც მოვისმინეთ ოცნების პრეზიდენტის მხრიდან, ამის გარდა არ არსებობს არც ამერიკული მხარის პოზიცია და სხვა დამატებითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს სწორედ ამ განცხადებების შინაარსს, თუმცა ფაქტი არის ერთი, სტრატეგიული ურთიერთობა ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც არ გადაიხედა ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში სწორედ ქვეყანაში. ფაქტი არის ისიც, რომ ამ დრომდე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დასანქცირებული არის ბიძინა ივანიშვილი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი ოპოზიცია საუბრობს, რომ მნიშვნელოვანი არის რეჟიმის შეცვლა იმისათვის, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში დადგეს ქვეყანა, რადგან ისინი რაც არ უნდა წარმოაჩინონ, რომ ვიღაცასთან ჰქონდათ საუბარი ან ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შეხვდნენ ხელი ჩამოართვეს. ფაქტი არის ის, რომ ეს ურთიერთობები რეჟიმის პირობებში ვერ გადაიტვირთება. საქართველო, რომელიც იყო ამიერკავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პარტნიორი, რომელიც მასპინძლობდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებს, სახელმწიფო მდივნებს 2012 წლებში, როდესაც ქვეყანა იქცა რეგიონში ევროპის და ამერიკის მთავარ საყრდენად, დღეს ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი საქართველოში არ ჩამოდის და სტუმრობს სომხეთსა და აზერბაიჯანს, რაც არის ამ ქვეყნისთვის საგანგაშო სიგნალი. ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, დეკლარირებს ყოველ შემთხვევაში, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ რამენაირად ხელი ჩამოართვან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, 57-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მაგრამ მათ ერთი რამ არ ესმით, რომ არსებობს კონკრეტული მოთხოვნები, ეს არის ვადამდელი სამართლიანი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების განთავისუფლება. საქართველოს ივანიშვილი აქცევს სრულ საერთაშორისო იზოლაციაში და მარტო ტოვებს ერთ-ერთზე რუსეთთან, რაც ავტომატურად უდრის საქართველოს სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის გაუქმებას. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ ივანიშვილი მოშორდეს დე-ფაქტო ხელისუფლებას იმისთვის, რომ საქართველოს არ დაკარგოს სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა
დარჩეს დასავლური განვითარების გზაზე, იმიტომ რომ სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დადგება ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ. კავკასიაში საქართველოს გარეშე საკითხები არ უნდა წყდებოდეს. შეიძლება რაღაც პროექტებში წამყვანი როლი ქონდეს, რაღაც პროექტებში ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ საქართველოს ყოველთვის უნდა იყოს ამ პროცესების მონაწილე. ოცნება ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამოვარდნილიყო ამ პროცესებიდან, იმიტომ რომ მისთვის მთავარი მიზანი არის იზოლაცია. ამ ქვეყნის იზოლაცია. ამისთვის ოცნება ყველაფერს აკეთებს. ეხლა ცდილობს ეს იზოლაცია ნეიტრალიტეტად გაასაღოს. ფილის ჩამორთმევის კადრი საუბრად არ გაიყიდება, მithim რომ მაშინ როდესაც გეოპოლიტიკური ვითარებას სრულად იცვლება რეგიონში და შეერთებული შტატების მხარდაჭერით მყარდება მშვიდობა ჩვენ ორ მეზობელს შორის და მათ შორის ის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალი, სადაც საქართველოს წარსულში ჰქონდა მონოპოლია. ფაქტია, ქართული ოცნება ცდილობს, რომ ჯეიდი ვენსთან და მარკო რუბიოსთან რამდენიმე წამიანი შეხვედრა და ხელის ჩამორთმევა წარმოაჩინოს ისე, რომ თითქოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის საწყისი არის ეს ყველაფერი. დღეს იგივე რიტორიკას ვისმენთ ჩვენ ქართული ოცნების რიგითი დეპუტატების მხრიდან, რომ ძალიან ბევრი მსგავსება არის მათი ხელისუფლების ახალ ადმინისტრაციასთან და შესაბამისად აქვთ მოლოდინი, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთება, თუმცა რას აკეთებს ქართული ოცნება ამ მიმართულებით? ეს უცნობი არის და ამაზე პასუხი არ აქვს ოცნების ხელისუფლებას. ისინი ამბობენ, რომ მზად არიან ამ ურთიერთობების გადატვირთვისთვის და ელოდებიან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ნაბიჯებს. ერთის მხრივ ქართული ოცნება ამტკიცებს იმას, რომ ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს, ძალიან ბევრი მსგავსება არის ახალ ადმინისტრაციასთან, მაგრამ ჩვენ ვიცით რა არის მათ შორის ოცნების პროპაგანდისტების პროპაგანდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით. უკვე ღიად ოცნების პროპაგანდისტები დონალდ ტრამპს ომის პარტიის წარმომადგენლათაც მოიხსენიებენ. ეს კი სავარაუდოდ იქედან გამომდინარე ხდება, რომ ქართული ოცნება ვერ ახერხებს სწორედ ამ ურთიერთობების გადატვირთვას, თუმცა დღეს მაინც ამბობენ ამ ფოტოების გავრცელების შემდგომ ხელის ჩამორთმევის ფოტოებს გულისხმობ და ეს ოპოზიციისთვის მათ შორის არის მორიგი სატყუარა საკუთარი ამომრჩევლების წინააღმდეგ, რომ თითქოს ეს ურთიერთობები ახლო მომავალში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან გადაიტვირთება. ძალიან რთულია ეს რა არის, საქმის გაფრჩება არის ადვილი, თორემ მე ამის შემოტრიალება ძალიან რთულია. იმიტომ რომ აქ ურთიერთობები მხოლოდ ერთჯერადად კი არ გაფუჭდა, მთელი სპექტრით გაფუჭდა, მაგრამ ნელ-ნელა ვიწყებთ ამის ადგენას. დეტალებშიც კი ემთხვევა ჩვენი მსოფლმხედველობა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. იმდენ დეტალებში ემთხვევა, რომ ის თარიღიც კი ცნობილი თარიღი, რომელიც ჩვენთან ოჯახური ურთიერთობების თარიღად გამოვაცხადეთ და ოჯახის სიწმინდის თარიღად გამოვაცხადეთ, იქაც ლოცვის თარიღად გამოვაცხადა ადმინისტრაცია. მე მაყურებელს შევახსენებ იმასაც, რომ შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია საქართველოსთან დაკავშირებით 11 თებერვალს იმსჯელებს და ჰელსინკის კომისიაში მთავარი საკითხები იქნება სწორედ ის რეპრესიული კანონები, რომელიც ქართულმა ოცნებამ კიდევ უფრო მეტად გაამკაცრა, ის რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საერთოდ იზღუდება ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში და საინტერესო არის რა იქნება ის მწვავე განცხადებები, რა შინაარსის, რასაც ჩვენ მოვისმენთ სწორედ ჩვენი პარტნიორების მხრიდან საქართველოს თან დაკავშირებით, რაც შეეხება მნიშვნელოვან ვიზიტს და ტურნეს, ის უკვე რამდენიმე საათში დაიწყება სავარაუდოდ და როგორც უკვე გითხარით, აქ საქართველოს გათვალისწინებული არ არის. ეს კი ოპოზიციისთვის საგანგაშო ნიშანია, ვინაიდან ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ზოგადად ცივილური სამყაროსთვის საერთოდ საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს აღარ დგას.